გამარჯობა. ტელეკომპანია ახალისთვის სპეციალურად ნიუ-ჯერსიდან. ეს ქართულ-ამერიკული ოჯახია უკვე, მაგრამ აქაც არის ორი სამშობლოს დავა. შულს მეტად მოსწონს ცოტათი ამერიკა, დედას მაინც სამშობლოსკენ უწევს გული. თუმცა აი ეს არაჩვეულებრივი სახლი უკვე მათი საკუთრებაა. არ არის ახალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველები რომ უკვე ფლობენ საკუთარ სახლებს. ეს ძალიან კარგია და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, მაგრამ ამ შემთხვევაში ისტორია არის სულ სხვა. როგორი გახდა მარტო დარჩენილი შვილთან ერთად ქართველი გოგონა ამას თავად მოყვება. მან 10 წლის თავზე გადაწყვიტა სამშობლოს ესტუმროს, თუმცა მანამდე სულ ცოტათი, რადგან კარგად სწავლობს და ამერიკა მეტად მოსწონს, მან თავის შვილს აი ეს კერძო სახლი უხიდა. წინ დიდი შრომაა, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავე დროს დიდი სიხარულია. სამყარო განსაცდელს ისე არ გვაძლევს, რომ ვერ გავუმკლავდეთ. ის გაუმკლავდება. უხარიც აქ, როგორც ხედავთ, და ქართულ-ამერიკული დროშაც გადმოფინა. ასევე ტრადიციულად სახლი იმ მამაოებს აკურთხებინა, რომლებმაც წლების წინ მას დახმარების ხელი გაუწიეს. მას ასე მოემზადეთ კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟისთვის. გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც უკვე ამერიკის მოქალაქეა. გამარჯობა სამშობლო. გამარჯობა სამშობლო. მე ვარ ანჟელა. ჩამოსული ვარ 10 წლის უკან. დიდი შრომისა და წვალებით დავრჩით მარტო ბავშვით ხელში და დღეს მე ბედნიერი ვარ, იმით ამაყი და ბედნიერი, რომ მე მაქვს ჩემი საკუთარი სახლი ერთ-ერთი ნიუ-ჯერსის შტატში, სადაც მე ვიყიდე ეს პატარა სახლი. ეს თითქოს ეს უწყინარი ჩუმი ქუჩა, რომელიც ჩემს მარტოს მაგონებს, საიდანაც მე ჩამოსული ვარ, ვიდრდები და ვცხოვრობ აქ. მამაყი ვარ ჩემი თავით და ბედნიერი, იმიტომ რომ მე მაქვს და შევძელი ეს ყველაფერი. 10 წლის თავზე მე ვარ უბედნიერესი ქალი, ძლიერი და შემდგარი. 4 წლის უკან მეგობრობდი მაია ტყაბლაძესთან, რომლის დამსახურება იყო, რომ მე ჩემ შვილთან ერთად დავიწყე სამსახური ბებოსთან. მადლობა მინდა ამ ეთერის საშუალებით გადაუხადო მაია ტყაბლაძეს, იმიტომ რომ არ ყოფილიყო მაია, მე არ ვიქნებოდი დღეს ამ ნიუ-ჯერსში. დღეს ის დღეა ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული, იმიტომ რომ დღეს მე სახლი ვაკურთხე და ეს ჩემი შვილის ნათლიის მამა სპირიდონი და მამა ზაქარის დამსახურებაა, რომ მე დღეს კიდევ უფრო მეტად ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სახლი დღევანდელი დღიდან იქნება კურთხეული და უფლის წყალობა მექნება ყოველთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო მამაოებს, რომ დღეს მიკურთხეს სახლი. ეს არის ჩემთვის დაბადება, იმიტომ რომ სულ გულში მქონდა, რომ რადგან სახლი ვიყიდე, ეს სახლი უნდა ყოფილიყო კურთხეული და ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემს გვერდით ხართ. გამრავლოთ და უფლის წყალობა არ მოგვაკლოს არც ერთს და მთელ საქართველოს, მთელ ყველა ქართველს, ვინც არ არის ბოროტი. მარტში შემისრულდება 10 წელი, რაც აქ ვარ. ურთულესი. ენითა უღწერელი, რომელიც არ მეგონა თუ ოდესმე გამოვძვრებოდი ამ სიტუაციიდან, მოდი ესე ვიტყვი. ძალიან გამიჭირდა, იყო დრო, რომ მარტო ჩემი შვილისთვის რომ მუშაობდი, მქონდა საჭმელი, მაგრამ დღეს მადლობა უფალს ყველაფრისთვის, სულ რომ ვიხსენებ ჩემს ამ 10 წლის განვლილ გზას, აი მაჟრიარებს ტანში, ესეთი რთული სიტუაცია მაქვს გამოვლილი ჩემ შვილთან ერთად ხელში, თან ბებოს შობუვლიდი და თან ჩემი შვილი ხელში მყავდა. ესეთი რთული ცხოვრება გამოვიარე, მაგრამ
მადლობა დღეს უფალს ყველაფრისთვის. მე შეუძლებელი შევწელი. სამი კიდე კატები გვყავს, სამი არ გვყავს და 4 მე მაქვს საქართველოში. ეს ერთია და ამას ქვია როქსი. ეს არის ბავშვები რომ გაზარდა სამჯერ. და ამის ბავშვები გარეთ არიან. კი. მაგალითად საქართველოსი რა იცი. ჩემი მეგობრებია, ყველაფერი ქართულია და ძალიან ლამაზია. კი. და ბევრი ხალხი არ არის. პატარა ის არის country. კი. ჩემი და ძმებია იქ. ეხლა აი ჩემი და ძმას ასაგაც მაღაზია და ის ძალიან მიყვარს. ყველაფერი აქ მე რომ მიყვარს, ყველაფერი ქართულია და ჩვენ არ უნდა გადავიხადოთ. ეგ ძალიან მოწონს. ერთი კატა მქონდა საქართველოში, მაგრამ მე ახლა ნიუ-ჯერსში ვცხოვრობ და ახლა ისეთი კატა რომ მქონდა, ბავშვები ეყოლა. და ჩემი დედა მითხრა მე, მაგრამ მე და ჩემი დედა ჯერ არ ვიცით ფერი. საქართველოში მეგობრები გქონდა. ბევრი. აი მიესალმე. ნატალი იყო საქართველოში. ლიზი, ლუკა, შენ თუ უყვარებს მომენატრეთ. ლიზი და ლუკა არის ჩემი დადაძმა. ბიძაშვილები და ჩემი დადაძმა არის და კიდევ რას აკეთებს ეხლა რა არის? ხომი. და ასეც კიდე ჭვიშტარს აკეთებს. წამოდი ჩემი ბაღი განახო. პომიდორებია, კრიფავთ და წყალი ყველაფერს ვაკეთებთ. ჩემი ბავშვები არიან. ეს არის ბზა. აი კურთხევაც დამხვდა. ისეთი კარგი მეპატრონე იყო ამ სახლის, როცა მოვედი დამხვდა იშვიათად რომ მეპატრონე ხდება სახლში. როცა სახლზე მოდიხარ და ათვალიერებს სახლს. მაგრამ ისეთი თბილი ქალი შემხვდა და ისე კარგად მიმიღო, აი ვიგრძენი როგორც კი შემოვედი, ვიგრძენი რომ ეს უნდა იყოს ჩემი სახლი თქო. არა და არჩეული მქონდა სულ სხვა სახლი და ბოლოს ამაზე შევჯერდი. ეს არის ჩემი პატარა ეზო. ცოტა მოსავლელი კია, ახალი განმობარგებულები ვართ და ჯერ ვერ ვახერხებ ყველაფერს ერთად, მაგრამ აი ძველებურადაც იხსნება, ყველაფერი ძველი მიყვარს და ძველს დავეძებ, რომ ყველაფერი ძველი მქონდეს. ეგ არის ჩემი პატარა ბავშვებას რომ ახსენებს, ეს არის ჩემი პატარა ეზო, ეს არიან ჩემი მეგობრები, აი ჩემი ძმა, ჩემი პატარა ეზოთი შემოიფარგლება ეს ჩვენი სახლი. ადვილი ნამდვილად არ არის რო შეეჭიდო და იყიდო სახლი, მაგრამ უნდა მოინდომო, უნდა გააკეთო და შეუძლებელ შეძლებ. იშვიათობაა, მაგრამ გამართლებაა უფრო მეტი ის, რომ ვიღაცამ შეგიშვას ოჯახში თან ამერიკელმა, იმიტომ რომ ამერიკელები არიან კანონის მიმდევრები და არ უნდათ პრობლემები და ეს პრობლემა, ერთ-ერთი პრობლემა იყო ჩემი შვილი. მაგრამ მე ბებომ, რომელთანაც 4 წელი გავატარე, ვიმუშავეთ მე და ჩემმა შვილმა და ბავშვი იყო 3 ნახევრის რომ დავიწყე მუშაობა და დღეს ხდება 8 წელს. ნატალი ლოგინში უწვებოდა ბებოს და ძალიან უყვარს ბებო და ხშირად დავდივართ ხოლმე ბებოსთან. კითხულობთ და ერთმა უკრაინელმა მთელი თავისი სახლის ავეჯი მაჩუქა.
დედამისი გადაიყვანა თავის სახლში და მე დამითო მთელი ავეჯი, რაც მე მაქვს ახლა სახლში, ყველაფერი ფაქტიურად იმ კაცის დამსახურება არის. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამერიკელებისგან, ის რომ უნდა იყო ძლიერი, ყველაფერი უნდა შეგეძლოს, უნდა იყო დამოუკიდებელი და მე გავიზარდე, მაგათან გავიზარდე. მაგ ჩემს ბებოსთან 4 წელი ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი წელი და ყველაფერი კარგი. ამ გზას იმიტომ გავდივარ, ხშირად დავდივარ, იმიტომ რომ აქ ქართველები ცხოვრობენ, რომელთანაც მეგობრობდათ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ბავშვებს ვდით ერთად და ქართულ სუფრებსაც ვშლით. დავიბადე ზუგდიდში, გავიზარდე მარტვილში, იმიტომ რომ მამა მარტვილელი მყავდა და წავედით მე მარტვილში. დავამთავრე მარტვილის საშუალო სკოლა. მაგრამ ერთ დღეს ასე ჩაულებრივ გადავწყვიტე რომ ამერიკაში მოუხვედრილიყავი და ჩამოვედი კიდევაც. არ მეგონა თუ დავრჩებოდი, მაგრამ ისე შეიცვალა ყველაფერი ჩემი ცხოვრება, რომ იძულებული გავხდი ესე ვიტყვი. ცხოვრობთ მამაოსთან. მამაოს და მამა სპირიდონთან, რომელიც ცხოვრობთ მამა სპირიდონთან, მე და ჩემი შვილი. ძალიან დიდი მადლობელი ვარ მამაოების, იმიტომ რომ მე როცა მიჭირდა გვერდში, მაშინ მყავდა მამა სპირიდონი და თიკო, რა თქმა უნდა. ფოფოდია. რა ვიცი, ძალიან რთულად მახსენდება და ჩემთვის ძალიან რთულია მაგისი მოყოლა და თავიდან დაწყება, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდი გავიარე. ურთულესი. მარტო დარჩენა. ბავშვით ხელში, რომ ამ ამერიკაში რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და შემაძლებინა ეს პირველ რიგში მამაო და ფოფოდია. იმიტომ რომ მართლა უანგაროდ ცხოვრობდი მაგათთან. რამდენი სამშობლო გაქვთ? 2. 2. საქართველო და ამერიკა. ყველაფერი უფრო ვარ საქართველო თუ ამერიკა? საქართველო. რა თქმა უნდა საქართველო. ვიხარით აი ქართულს რას ნატრობთ? რა არის ის, რაც აქ არ არის? ის ხალხი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ვისთანაც გავზრდილ, ვისთანაც მიმეგობრია, ის მეგობრობაც კი არ არის აქ. ამერიკაში მიღაცას გამარჯვებას როცა ვეუბნები, მე უკან არ მეუბნება, მაგრამ საქართველოში მეუბნება უკან გამარჯვება. მართლა? ხო. აი შეიძლება ციტირებია. თქვენი ერთი დღე დედაშვილს რომელ საათზე იწყებთ? ჩემი დედა პირველი იღვიდებს და მუშაობს. მე გავიღვიდებ კამერაზე რაკეთებს ვეუბნები. მე უკან მოვა და შევჭამთ და მე უფრო მეტად სუში უყვარს. სუშიზე გავდივართ, გასართობად გავდივართ. პიცაზე დავდივართ. 2 დაქალები. ბაბუა, ჩემი და ძმა ლიზი და ლუკა მიყვახართ. რასეთქი? ყველა მინატრება. ეგა გამოხატვაც აღარ შემიძლია ისე მინატრება და ძალიან მინდა საქართველოში. ყველა მიყვარს და 10 წლის თავზე ნამდვილად ჩავა. ცოტა მაინტერესებს, აქვე იყიდე ამ ხელა სახლი. ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ უკვე საქართველოში ნაკლებად დაბრუნდები? არა. არა. მე გეგმები საქართველოში მაქვს. და ნატალისაც უნდა საქართველოში და იმედი მაქვს, რომ მალე წავალთ და იქ დავფუნძდებით. მაშინ აქ რატო დაუჩდება კითხვა? რატო ვიყიდეთ აქ? იმიტომ რომ აი ჩვენ გვეგონა ჩემი დედა ბრუკლინში იყო და მე საქართველოში წავედი. უკან მე რომ მოვედი, იქ ვიყავით და გვეგონა აი მოდი სხვაგან წავედით და ნიუ-ჯერსში ჩამოვედით და
ეხლა აქ სკოლა მაქვს, მეგობრები და ყველაფერი. მოგწონს ნიუ-ჯერსიში? კი. მაგრამ ძალიან მოგწონს ნიუ-ჯერსი. საქართველოს უფრო მომწონს. მაგიტომაც ბრუკლინიდან 4 წლის უკან წამოვედი და აქ უფრო სიმშვიდეა, სიწყნარია, სწავლა უფრო კარგია და უფრო ჩემი შვილის განვითარებისთვის ნიუ-ჯერსი უფრო Concentrates ვაკეთებ და ჩემი მასწავლებელები ყველა კარგია და მეგობრებიც კარგია აქ. ჩემი დედა მალე ექიმიკი გახდება. შენ? მე დიდი როცა გავისწრები. მაგრამ დედას რაღაც ბიზნესი უნდა. მე მოვეხმარები. ექიმი უნდა იყოს, მასაჟი უნდა გააკეთოს და მე თავის მე პროფესიით მასაჟისტი ვარ და გეგმავ რომ ჩემი პროფესია გავაგრძელო. მე მიკეთებს მასაჟის და იმიტომ რომ უნდა მასაჟი გააკეთოს. რას ურჩევ ემიგრანტებს? უმეტეს მარტოხელა დედებს. მარტოხელა დედებს იმას ვურჩევ, რომ უნდა იყვნენ მდგრად და არ უნდა დახაროთ თავი არასოდეს. იმიტომ რომ მე მარტო ყოფნამ გამაძლიერა და გამხადა ის, ვინც ვარ დღეს და მე მადლობელი ვარ უფლის. დედაზე რა სიტყვა და გორია დედა? კარგი, ტკბილი, ყველაფერს მისვლებს და სიყვარულს მომცემს. და ესეთი დედა არ არის რომ ცემს. უბრალოდ მეუნება თავიდან არ გააწესო და უბრალოდ არ მცემს და ძალიან მიყვარს ჩემი დედა. ისიც რა შენ ღეროდი ხარ და ხარ მოდელიც იყავი, ხო? უკვე ვარ. მოყევი აბა შენ მოდელი. მაგაზინი მაქვს უძრაში. მონახე. და ბილბორდზე ვიყავი ჰოლივუდში. ძალიან რთული არ იყო, უბრალოდ სურათებს ვაკეთებ, ბილბორდზე სურათები მარტო, მე ბილბორდზე წავალ. ეს არის ჩემი მაგაზინი. მაგაზინი არის ჟურნალი, ხო? ჟურნალი. ყველა არ არის ჩემი სურათები, მაგრამ ეს პირველია. რა წერია? ნატალი გადილია. ეს კიდე სურათებია. ეს სურათები ძალიან მომწონს. მოგწონს რომ ხარ პოპულარული? კი. ხმარ. ბილბორდზე. ეს იყო 2 წლის უკან. ჩემი მაგაზინი როცა მოვიდა, სკოლა კი Times Square. ეგ ფოტოშუტი იყო, როცა წავედი. და რა არის თავარი მაინც ცხოვრებაში? ბავშვი. შვილი გაკეთებინებს ყველაფერს, შეუძლებელს გაკეთებინებს. ეგანე ჩემი სამყარო, რისთვისაც ცხოვრობ. ცხოვრება მშვენიერია. და უფრო კარგად იქნება. რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი დღე, რომელიც ჩიტების ჭიკჭიკი დღეს რატომღაც არ არიან ჩიტები, თორე ჩიტების ჭიკჭიკი ყოველდილაზე გვაღვიძებს.